ნამუშევარი, რომელზეც დღეს ვისაუბრებთ, ვასილი პუკირევს ეკუთვნის. მისი სახელწოდებაა უთანასწორო ქორწინება. ზოგჯერ ამ ნამუშევარს შეუფერებელი ქორწინების სახელწოდებითაც მოიხსენებენ. შეიქმნა 1862 წელს. რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, მე-20 საუკუნეში მთელი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, მათ შორის საქართველოშიც, ძალიან ბევრ ოჯახში შეხვდებოდით ვასილ პუკირევის ამ ნამუშევრის ასლს. სასურათე სიბრტყეზე ავტორმა ტაძარში ჯვრის წერის საიდუმლოს აღსრულების პროცესი ასახა. ასაკოვანი მამაკაცი ახალგაზრდა გოგონაზე ქორწინდება. დააგვირდეთ ნახატს. პირველ რიგში მნახველის ყურადღებას სასურათე სიბრტყეზე გამოსახული ორი ფიგურა იქცევს. ახალგაზრდა გოგონა და მის გვერდით მყოფი ასაკოვანი მამაკაცი. ამ ორი ფიგურის აქცენტირებას ის გარემოებაც უწყობს ხელს, რომ თითქმის ჩაბნელებულ ტაძარში სარკმლიდან შემომავალი სინათლის სხივი სწორედ მათკენ არის მიმართული. საქორწინო კაბაში გამოწყობილი ახალგაზრდა გოგონა მარჯვენა ხელს უწვდის სასულიერო პირს. მარცხენა ხელში კი ოდნავ გადახრილი ანთებული სანთელი უჭირავს. მის გვერდით წარმოდგენილი ასაკოვანი მამაკაცი ზევიდან დასცქერის გოგონას, მასაც მარცხენა ხელში ანთებული სანთელი უჭირავს. ავტორი ასაკოვან მამაკაცს მდიდრული სამოსითა და ორდენით გამოსახავს. ამით ხდება აქცენტირება მამაკაცის სტატუსზე. ფილონში გამოწყობილ მღვდელმსახურს მარჯვენა ხელში ქორწინების ბეჭედი, ხოლო მეორეში ლიტურგიკული წიგნი უჭირავს. მომენტი, რომელიც მხატვარმა ამ ნამუშევარში ასახა, სულაც არ ქმნის სადღესასწაულო განწყობას. პირიქით, აქ ასახული სცენა სხვა შეწირვის რიტუალს უფრო წააგავს. საქმე იმაშია, რომ მხატვარი მტკივნეულად აღიქვამდა უთანასწორო ქორწინების თემას. ხშირად ღარიბ ოჯახში მცხოვრებ გოგონებს მშობლები, ოჯახის სხვა წევრები, ნათესავები, ახლობლები ქონების გამო ასაკით მათზე ბევრად უფროს მამაკაცებზე ათხოვებდნენ. ახლა კი ყურადღებით დააკვირდით ქალბატონის ფიგურას, რომელიც ასაკოვანი მამაკაცის სიახლოვეს არის წარმოდგენილი. მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ შესაძლებელია ავტორმა ამ ქალბატონის სახით მამაკაცის ერთ-ერთი მეუღლე გამოსახა, რომელიც იმხანად უკვე გარდაცვლილია. სასულიერო პირის სიახლოვეს კიდევ ერთი ქალბატონია გამოსახული. მიიჩნევა, რომ ისიც ამ ასაკოვანი მამაკაცის ყოფილი მეუღლე გახლდათ. ერთ-ერთი ვერსიით პუკირევმა მისი მეგობრის სერგეი ვარენცოვის ცხოვრებაში მომხდარი ამბავი ასახა. ცნობილია, რომ სერგეის სატრფო მშობლებმა ხანდაზმულ მდიდარ მამაკაცს მიათხოვეს. არსებობს მეორე ვერსიაც, რომლის თანახმადაც ამ ნამუშევარს საფუძვლად მხატვრის ცხოვრებაში მომხდარი ტრაგიკული ამბავი დაედო საფუძვლად. დააკვირდით პატარძლის უკან წარმოდგენილ ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც გამჭოლი დაჟინებული მზერით უყურებს ასაკოვან მამაკაცს. მკვლევართა აზრით ნამუშევარში თავად მხატვარია გამოსახული. დააკვირდით ამ ნამუშევარს. აქ პუკირევია გამოსახული მხატვრის სახელოსნოში. ალბათ დამეთანხმებით, რომ ორივე ნამუშევარში წარმოდგენილი მამაკაცი ერთმანეთს ძალიან გავს.